მიხეილ სააკაშვილის საბერძნეთის დელეგაციის სახელით გამართულ ოფიციალურ სადილს დაესწრო, სადაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ანტონი სამარას შეხვდა. ოფიციალური სადილი ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის ხელმძღვანელობისა და ეროვნული დელეგაციების ხელმძღვანელების შეხვედრის მონაწილეთა პატივსაცემად გაიმართა. ღვინის შემდეგ არ არის გამორიცხული რუსულ ბაზარზე მალე სოფლის მეურნეობის პროდუქციაც გავიდეს. წერილი რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გუშინ სურსათის უვნებლობის სამსახურმა მიიღო. ქართული დელეგაცია რუსეთში 20 მარტის შემდეგ ჩავა, რათა ცხოველური და მცენარეული წარმოშობის სურსათის ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები განიხილოს. ერთ-ერთი უდიდესი მიმწოდებელი იყო განსაკუთრებით ბოსნიურის და ხილის ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში და რუსეთი იყო მათ შორის უდიდესი ბაზარი. ასე რომ ნახავთ როგორ წარიმართება ეს მოლაპარაკებები. იმედი გვაქვს რომ ყველაფერი იქნება დადებითად გადაწყვეტილი და ჩვენი პროდუქცია ისევე როგორც ღვინო და მინერალური წყლები, მცენარეული და ცხოველური რესურსათიც წარმოდგენილი იქნება ახლოს მომავალში რუსეთის ბაზარზე. კანონ პროექტის მიხედვით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესი იცვლება. ბორდის შემადგენლობაში 15-ის ნაცვლად 9 წევრი შევა. მათგან 3 კანდიდატს საპარლამენტო უმრავლესობას, 3 ოპოზიცია, 2 კი ომბუდსმენი წარადგენს. საბჭოს მე-9 წევრი აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელი იქნება. კანონში ცვლილებების შესაბამისად აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებელს დაექვემდებარება და რეგიონული მასშტაბით იგივე უფლებებით ისარგებლებს. იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 15%-ით დაფინანსდება. სტრუქტურული ორგანიზაცია მოხდა საზოგადოებრივი მაუწყებლის, თუ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდა მე-4 არხი, თუ იქ გაიზარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი, თუ შეიცვალა თავად დაკომპლექტების წესი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსი, ბუნებრივია დღის წესრიგში პარლამენტი დასვამს საკითხს, ეს იქ გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული, როგორ გააგრძელებს დღეს მოქმედი საბჭო მუშაობა, როდესაც სრულად დაკომპლექტება სამეურვეო საბჭო ბუნებრივია, ძველი საბჭო თავის უფლებამოსილებას შეაჩერებს და გადასცემს ახალს. ჩვენ არ შევდივართ პოლემიკაში რამდენად მართალია სამეურვეო საბჭო, რამდენად მტყუანია საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ან გენერალური დირექტორი. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ასეთი ტიპის კონცეპტუალური ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელს სჭირდება. უნდა მივიღებთ მონაწილეობას ამ კანონ პროექტის განხილვაში. ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არის. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი საინიციატივო ჯგუფის შენიშვნები იყოს გათვალისწინებული, რადგანაც უპირველესად ეს ცვლილებები ჩვენ შეგვეხება და ჩვენს კოლექტივს შეეხება. ჩვენ გვინდა რომ ისეთი ცვლილებები შევიდეს და ისეთი სრულყოფილი კანონი ჩამოყალიბდეს, რომ ზედმეტი ნებათაღელვები უკვე ამ ჩვენს მაუწყებელში აღარ არსებობდეს. საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებული განხილვა. ეს გახლავთ 2 კვირის წინათ დაგეგმილი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით. ამიტომ ყოველგვარი სპეკულაციები მასთან დაკავშირებით თითქოს პარლამენტი განიხილავს იქ არსებულ მდგომარეობას არის უსაფუძვლო. ჩვენ გუშინაც დავაფიქსირეთ განცხადებების დონეზე, რომ ამ საკითხში ჩარებას არ ვაპირებთ. კანონ პროექტი მიხილება ბევრი ასპექტით არის მნიშვნელოვანი. შემოდის აჭარის რეგიონული მაუწყებელი როგორც ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილი და დარეგულირდება კანონმდებლობით აჭარაში ტელევიზიის მდგომარეობა სამართლებრივად, ამასთანავე დაკომპლექტების წესი იცვლება, მე ვფიქრობ, სწორი მიდგომები აქ. დანარჩენს განხილვა აჩვენებს და პარლამენტში შემდგომი ბედი ამ კანონ პროექტის. არევა და მორიგი ზეწოლა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული ბოლო წლების განმავლობაში. უნდა ვთქვათ, რომ დღესაც ხელისუფლება იგერიებს როგორც სხვა საკითხებთან დაკავშირებით დასავლეთიდან ძალიან ბევრ პრეტენზიებს და აგრძელებს ზეწოლას საზოგადოებრივ მაუწყებელზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს ისევე როგორც თავისუფალი მედია საერთოდ არის გარანტია იმისა, რომ ხელისუფლებას არ კონდეს ჭარბი ძალაუფლება. კანონის განხილვაში შეიძლება მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერმა თანამშრომელმაც, მოქალაქემაც, თქვენს როგორც ჟურნალისტებმა, ოპერატორებმაც, იმიტომ რომ ეს არის კანონი, რომელიც ყველას შეეხება. მე თვითონ მაგ ხედველობაში, როცა ვსაუბრობ, თვითონ ჩარევა, ზეწოლა, იქ არის ბორდი და
ბორტთან შეიძლება შეხვედრა, ბორტთან შეიძლება საუბარი, მაგრამ არ უნდა იყოს არანაირი ჩარევა და ზეწოლა ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. არაორდინალური ვითარება შეიქმნა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე მე ვფიქრობ, რომ ეს სიტუაცია ისევ საზოგადოებრივ მაუწყებელში უნდა იყოს ბორტში განხილული. სასჯელის შეკრებითობის პრინციპი ნაწილობრივ უქმდება. ცვლილებები ამის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსში შედის. საკანონმდებლო ორგანომ სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ამ სახის ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა. პროექტის მიხედვით მოსამართლე სასჯელის შეკრებითობის პრინციპს მხოლოდ ორ შემთხვევაში გამოიყენებს: განაჩენის ერთობლიობით და რეციდივის შემთხვევაში. დღეს დილიდან ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში ხორცით მოვაჭრეები გაიფიცნენ. მოვაჭრეები აპროტესტებენ იმას, რომ საქონელი უნდა დაკლან სასაფლაოზე და მხოლოდ ამის შემდეგ აქვთ ბაზარში შეტანის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში 1000 ლარით დაჯარიმდებიან. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ მათ სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოჰყავთ საქონელი და ტრანსპორტირება ძვირიჯდება. საქონელი უნდა ვიყიდოს საცხები, ან შხალში, ან შხალერში, ან წარინჯიხაში, ან ჯიხაზღაში ხომ შუბა რა გემარ. უნდა ვიყოთ, მაგას ჩამოვიყოთ, უნდა მაგის მოყვა სახლამდე და მე სახში ვყავ. ეხლა ეს აიყო წაიყვანე ბენიაში იქაური ათავრამდე ცხოვრებას ჩვენ გიდო და მე ხალხი ასობა ჩვენ კი არა. მანქანა ჭდება 30 ლარი. 30 ლარი. 30 ლარი მანქანას უნდა მოიწე. მე ბენიას 30 ლარი უნდა გადავხადო. მე ცალკე ექიმი ჭდება, ცალკე ბაზრის ხარჯები ჭდება და არ ვიმუშავებ. შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მისასვლელად მზადაა, მაგრამ ჯერ ვერ მიდის. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას და ის მზადაა ჩავიდეს ქუთაისში და შეხვდეს პარლამენტარებს, თუმცა მთელი კვირის შეხვედრების გრაფიკი გაწერილი აქვს. შესაბამისად ამ კვირაში მისი პარლამენტში გამოსვლა ვერ მოხერხდება. მე შეუთვალე გავუგზავნა დღეს ოფიციალურ წერილი, რომ ამ კვირაში ვინმე გაწერილი იყო წინასახ ჩემი გრაფიკი შეხვედრების განრიგი, მე ვერ მოვახერხე ფიზიკურად ჩასვლა პარლამენტში, მაგრამ მე არასდროს არ მithქვამს, რომ მე არ მივა პარლამენტში. მე პარლამენტს პატივს ვცემ და რა თქმა უნდა მივა.